2015 წელს ევროტურნირზე ცხინვალის საფეხბურთო კლუბ ცხინვალის დებიუტი შედგა. ცხინვალის საფეხბურთო კლუბ ცხინვალისთვის მიმდინარე სეზონი გამორჩეული იყო, რადგან 2015 წლის ევროტურნირზე მისი დებიუტი შედგა და პირველად მიიღო მონაწილეობა ევროპის ლიგაზე. ცხინვალის გუნდმა რუმინეთის ბოტოშანთან სტუმრად ნათამაშები ფრეს შემდეგ საშინაო ევროპულ მატჩს უმასპინძლა თბილისშიც და პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრა წააგო. რუმინულ ბოტოშანთან წაგების მიუხედავად მიმდინარე სეზონზე დევნილი კლუბის ცხინვალის მიღწევებს გუნდის თავკაცები კლუბის არსებობის ისტორიის მანძილზე მნიშვნელოვან წარმატებად მიიჩნევენ. ამბიჭმა თავის ისტორიაში დაწერეს თავის სახელი ცხინვალის არსებობაში, იმიტომ რომ ალბათ სანამ საქართველოს და ცხინვალი არსებობს ამბიჭების სახელი წაუშლელი იქნება, იმიტომ რომ პირველად ტოლვილთა გუნდი მოხვდა UEFA-ს გათამაშებაში. რა ეს იყო პირველი თამაში? მე მინდა ყველა იმ გოლშემატკივარს ვინც იმ დღეს მოვიდა 7000 მაყურებელი, რომელიც გვერდგულა, გვერდში დაგვიდგა. ცოტა ვერ გამოვედით ისე როგორც საჭირო იყო. თულ თამაში გველოდა, ხა იქ ნათლად ჩანდა, რომ ეს გუნდი იყო კარგად დაბალანსებული, ფიზიკურად კარგად მზად. ერთი რაც თქვა იმედს მაძლევს ის, რომ ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებს მიეცათ იმის შანსი, რომ გამოცდილება მიიღონ. მე ვფიქრობ, რომ მომავალ წელს უკვე ჩვენ უნდა დავისახოთ, რომ პირველი რაუნდი თქვა UEFA-ზე აუცილებლად უნდა გავიდეთ, ისე რომ ჩვენ მიზანმიმართულად მივდივართ. ევროპულ გუნდებთან ბევრად რთულია თამაში, ვიდრე საქართველოს ჩვეულებრივ მოქმედ გუნდებთან. ძალიან რთული თამაში გამოგვივიდა, იქ გასვლით პირველ თამაშზე მე ესე ვიტყვი, რომ ყველაფერი გავაკეთეთ ბიჭებმა მაქსიმალური და ცოტა გაგვიმართლა, რომ შედეგი გავაკეთეთ გასვლით თამაშზე, მაგრამ მარტო იღბალის ხარჯზე ვერ მიაღწევ დღევანდელ ფეხბურთში წარმატებებს და მე მგონია, რომ საკმაოდ ძლიერი გუნდი იყო ჩვენზე ბოტოშანი და ამიტომაც დავმარცხდით. ცხინვალის პრეზიდენტი 90-იანი წლების საქართველოს ეროვნული ნაკრების წამყვანი მოთამაშე ოჩამჩირის მკვიდრი მურთაშელიაც გუნდის საუკეთესო მაჩვენებლად 2014-2015 წლის საფეხბურთო სეზონს მიიჩნევს. ერთი წელია რაც გუნდის პრეზიდენტი გავხდი, მანამდე მუშაობდი, ვიცე-პრეზიდენტი ვიყავი, წამოვედი გუნდიდან და ისევლის შემომთავაზეს. და ერთი წელია რაც ვარ და მე მგონი შედეგიც დადგა, რომ ცხინვალი ხებულობს მონაწილეობას ევროპის ლიგაზე. ჩვენ შევძელით ბიჭებთან ერთად რომ ეს გუნდი დაგვეტოვებია უმაღლეს ლიგაში და შემდეგ უკვე ვფიქრობ სხვა მიზნებისთვის. ჩვენი მიზანი იყო, რომ თქვა, გაგვეკეთებია ახალგაზრდული გუნდი, ამაში მონაწილეობა მიიღო ჩვენი გუნდის ახალმდელო პრეზიდენტმა მურთაშელიამ, გიორგი კინკლაძემ, თემურ ქეძვაიამ, რომ გაგვეკეთებია ახალგაზრდული გუნდი და ახალგაზრდა ფეხბურთელებზე მიგვეცა შანსი თავის გამოჩენის, რაც კარგად გამოჩნდა და ყველამ დაინახა. 2014-2015-ში უკვე ჩვენ დავიწყეთ ჩემპიონატი, არავინ არ ელოდებოდა, რომ ჩვენ თქვა საპრიზო ადგილზე გავიდოდით, მაგრამ ამ ბიჭებმა გააკეთეს იმდენი, რომ თქვა მეოთხე ადგილზე გავიდნენ, მოხვდნენ იმ ჯგუფში, სადაც უფლება ჰქონდა UEFA-ზე მიგვიღო მონაწილეობა. აქედან გამომდინარე, ამ ფეხბურთელებმა შექმნეს ახალი ისტორია. ცხინვალი მხცოვანი და საინტერესო ისტორიის გუნდია. იგი 1936 წელს დაარსდა და დაარსებიდან დღემდე არაერთხელ შეიცვალა სახელი. თავდაპირველად სპარტაკი ეწოდა, 90-იან წლებში ლიახვი, შემდგომ კი ცხინვალი. 2007 წელს დევნილობაში განახლებულ გუნდს კვლავ ისტორიული სახელი სპარტაკი დაუბრუნდა. მიმდინარე წელს კი კლუბის დამფუძნებლების გადაწყვეტილებით კვლავ ცხინვალი დაერქვა. მაინც ასოცირებული იყო სპარტაკი რაღაცა რუსულ იმასთან და ჩემი ინიციატივით გადავარქვით გუნდზე ცხინვალი დავარქვით. დაგეგმილი ქონდა, როდესაც ვიწყებდით ჩემპიონატს, რომ UEFA ლიგაზე უნდა მოხვედრილიყავით და ჩვენ გვინდა, რომ ცხინვალის სახელი გავიტანოთ ევროსარბიელზე და თელმა სოფლიომ გაიგოს, რომ ცხინვალი საქართველოა. კლუბის პრეზიდენტი მურთაშელია მიიჩნევს, რომ მისთვის დევნილი გუნდის პრეზიდენტობა ორმაგად საპასუხისმგებლო საქმეა და ახალგაზრდების წინაშე მეტ ვალდებულებას აკისრებს. ეს ორმაგი დატვირთვა ჩემთვის, თანაც ვიცი მე გამოვიარე ეს ომი, დევნილობა და რავი, ამ ფეხბურთელების გაჭირვება და გასაჭირები მე გულთან ახლოს მიმაქვს და უფრო პასუხისმგებელი ვარ მაგ ფეხბურთელების წინაშე. კლუბის მთავარი მწვრთნელი და ახალგაზრდა ფეხბურთელები განცდილი მარცხის მიუხედავად შემართებით ვარჯიშობენ და ემზადებიან საქართველოს ჩემპიონატის ახალი სეზონისთვის, რომელიც ერთ თვეში დაიწყება. გუნდში სელექციაც იგეგმება.
ირწება თქვა ჩვენი ჩემპიონატი, ეროვნული ჩემპიონატი, ჯერ არ ვიცით რომელი გუნდზე თამაშებით, ამიტომ ემზადებით საქართველოს ჩემპიონატისთვის. ფიქრობთ ისევ რომ თქვა მოხდეთ მომავალ წელსაც UEFA-ს შესაჩევში, ისე რომ მე დიდი იმედი მაქვს, ეს ბიჭები მაქსიმალურად გააკეთებენ ყველაფერს, რომ თქვა იგივე მიღწევა გავაკეთოთ, რომ UEFA-ზე მოგვიწევს თამაში, მაგრამ პირველიდან გამოვარდა სასურველი, რომ პირველი რაუნდი მაინც გავიაროთ. საქართველოს ჩემპიონატში მომემზადებით გვაქვს კიდევ ერთი ჩემპიონატის დაწყებამდე და იმედი მაქვს, რომ საქართველოში უმაღლესი მიზნებისთვის ვიბრძოლებთ, ამის რესურსი ნამდვილად არის ამ კლუბში.